გაფიცვის მე-13 და შიმშილობის მე-5 დღე დაბა კაზრეთში სპილენძისა და ოქროს საბადოებზე დასაქმებული თანამშრომლების გათავისუფლებასა და შრომის პირობებს აპროტესტებენ. პროტესტს მოსწავლეები, მასწავლებლები და ექიმები შეუერთდნენ. სახელმწიფოსგან ადეკვატურ რეაგირებას ითხოვს არასამთავრობო სექტორიც. უნდა იკისროს თუ არა სახელმწიფო მედიატორის როლი. რეპორტაჟი კაზრეთიდან. თითქმის 2 კვირაა დაბა კაზრეთში სპილენძისა და ოქროს საბადოებზე დასაქმებულები საპროტესტო აქციებს მართავენ. პროტესტის მიზეზი იანვრის ბოლოს 184 თანამშრომლის გათავისუფლება გახდა. უმუშევრად დარჩენილებს სოლიდარობა 500-მდე მუშამ გამოუცხადა. მე-5 დღეა კაზრეთში მადნეულის კომბინატთან საბადოს 8 თანამშრომელი პროტესტის ნიშნად შიმშილობს. დღეს გაფიცულების სახალხო დამცველმა მოინახულა. ძალიან მალე შეიძლება უმართავ პროცესებს კონდეს ადგილი. აქ საუბარი არის უშუალოდ იმ პროცესებზე, რომ ადგილი აქვს მუშამოსამსახურეების უფლებების უხეშ დარღვევას და მასობრივ განთავისუფლებებს. ყავს მოშიმშილეები, ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან უკვე. თითქმის ყოველ დღე გადავყავს ჩვენ სამართლობაში, დღითი დღე რთულდება ჩვენი მდგომარეობა. კაზრეთში დღეს ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი იმყოფებოდა. მისი თქმით, გაფიცულებსა და დამსაქმებლებს შორის მოლაპარაკებები ჯერჯერობით კონკრეტული შედეგით არ დასრულებულა. მოლაპარაკებები არის მიმდინარეობის პროცესში და ხვალ გაგრძელდება ის. პროფკავშირები იქნება, სამინისტრო იქნება და დასაქმებელი იქნება. საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პროფკავშირების წარმომადგენლები. თითქმის ყველა ტრანსპარანტი უკვე მზად არის. 15 საათზე მშრომელთა უფლებების დასაცავად კამპანია ხვალ მთავრობის კანცელარიის წინ დაიწყება. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სახელმწიფო კერძო სექტორსა და დასაქმებულებს შორის უფრო აქტიური მედიატორი უნდა იყოს, რადგან კაზრეთის შემთხვევა სისტემური პრობლემის მხოლოდ ერთი მაგალითია. ეს არის სისტემური პრობლემა ქვეყანაში და ამას აჩვენებს როგორც საკანონმდებლო გარემო ჩვენი, ასევე პრაქტიკა და სახელმწიფოს დამოკიდებულება ამ თემების მიმართ. ამიტომ მნიშვნელოვანია ის, რომ გადაწყდეს არა მხოლოდ რაღაც კონკრეტული დავები, რომელიც ახლა არის დღეს მდგომარეობით, არამედ სახელმწიფო ამ პრობლემას შეხედოს სისტემურად და დაიწყოს მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა. ამას აქვს ორი მთავარი საფუძველი. პირველი, რა თქმა უნდა, ეს არის უმძიმესი სოციალური ფონი, დაბალი ხელფასი და აუტანელი შრომის პირობები. ამას დამატებული კომპანიის ხელმძღვანელების მხრიდან ძალიან არასწორი მართვის სტილი და ისინი ამკვიდრებენ ღირსების შემლახულ გარემოს. დამსაქმებელსა და დასაქმებულებს შორის შრომით ურთიერთობაში სახელმწიფოს შარევის წინააღმდეგია საპარლამენტო უმცირესობა. უმრავლესობას კი მიაჩნია, რომ საკითხი სერიოზულ შესწავლას საჭიროებს და მსგავს თემებზე სპეციალური კომისია მუშაობს. სახელმწიფოს მონაწილეობის მიზნით შეიქმნა სამმხრივი სოციალური პარტნიორების სამმხრივი კომისია, რომელშიც შედიან დასაქმებულთა გაერთიანებები, დამსაქმებულთა გაერთიანებები და საქართველოს მთავრობა და ეს არის სწორედ ის რგოლი, რომელმაც ეს ყველაფერი უნდა შეისწავლოს. ძალიან მნიშვნელოვანია ყოველგვარი ზედმეტი ჩარევა სახელმწიფოს მხრიდან გამოირიცხოს საწარმოსა და დასაქმებულთა ურთიერთობაში. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ძალიან დეტალურად განსახილველია ეს საკითხი. მე ამ საკითხს ესე ხელაღებით ხარს ვერ დავუჭერ. პროფკავშირების ინფორმაციით დღეისათვის საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სექტორში დასაქმებული 5000-ზე მეტი ადამიანია გაფიცული. ხვალინდელი აქციის ორგანიზატორები კი მიიჩნევენ, რომ ახალ შრომის კოდექსში მშრომელთა უფლებების მეტი გარანტიები უნდა ჩაიდოს. კოდექსში უკვე გაწერილი ნორმების შესრულება კი კონტროლის რეალურ მექანიზმს საჭიროებს.